ვაგრძელებთ საუბრებს სკოლაში კონფლიქტების მოგვარების შესახებ. ჯერად ვისაუბროთ მედიაციაზე, ანუ კონფლიქტური სიტუაციის მოგვარებას. ბავშვთა შორის კონფლიქტებისას ხშირად შუამავლის როლი უფროსმა ადამიანმა უნდა იკისროს. ამ შემთხვევებში მნიშვნელოვანია გარკვეული პრინციპების გათვალისწინება. ეს პრინციპებია ეგრეთ წოდებული გრძნობების გამოსვლის პრინციპი. ფსიქოლოგთა დაკვირვებით თუ და ადამიანს თავისი უარყოფითი ემოციების დაუბრკოლებლად გამოხატვის საშუალებას მივცემთ, ისინი თანდათანობით განელდება და შეიცვლებიან დადებითი ემოციებით. ამ პრინციპით რეალიზება თქვენგან მოთმინებასა და თანამოსაუბრის ემოციონალური მხარდაჭერის უნარს საჭიროება. თქვენ უნდა მოახდინოთ თანაგრძნობის, გაგების დემონსტრირება, მაგრამ ეს ჯერ არ ნიშნავს, რომ მას ეთანხმებით. მეორე, ეგრეთ წოდებული ემოციონალური ანაზღაურების პრინციპი. ადამიანი, რომელიც თავის მოწინააღმდეგეზე შემოგჩივლებს, უნდა მიიღოთ როგორც დაჩაგრული, დაზარალებული პირი, თუმცა შეიძლება არც იყოს ნამდვილი დაზარალება. იმის ჩვენებით, რომ ანგარიში უწევთ ამ ფაქტს, თქვენ უკვე ახდენთ თანამოსაუბრის შელახულის სულიერი მდგომარეობის ემოციონალურ ანაზღაურებას. მესამე, ავტორიტეტული მესამის პრინციპი. ერთ-ერთი მხარის შემრიგებლურმა კეთილმა შეხედულებამ მეორეს შესახებ, რომელიც მესამე პირის მეშვეობით ეცნობა, განაწყენებულ მხარეს შეიძლება ამ უკანასკნელს კომპრომისის ძიებისაგან უბიძგოს. აგრესიის გაშიშვლების პრინციპი. თქვენ უბიძგებთ კონფლიქტში მყოფ მხარებს, თქვენი თანდასწრებით იჩხუბონ და საკმაოდ ხანგრძლივი დროის მანძილზე არერევით მათ ჩხუბში. როგორც წესი, მესამე პირის თანდასწრებით კონფლიქტში მყოფი არ აღწერენ ისეთ უკიდურესობებს, რომ პირდაპირი მნიშვნელობით მათი გაშიშვლება გახდეს საჭირო. შემდეგი, მეხუთე, მოწინააღმდეგის იძულებითი მოსმენის პრინციპი. ჩხუბი თქვენი თანდასწრებით ხდება. თქვენ მოულოდნელად აჩერებთ მოჩხუბრებს და სთავაზობთ თითოეულ მხარეს გაიმეოროს მოწინააღმდეგის ბოლო რეპლიკა. ჩვეულებრივ ადამიანები ვერ ახერხებენ ერთმანეთის რეპლიკის აღდგენას, რადგან ყოველი მათგანი მხოლოდ საკუთარ თავს უსმენს. მოწინააღმდეგეს კი ისეთი გამონათქვამებს მიაწერს, რომლებიც მას სინამდვილეში არც უთქვამს. ამგვარი სიტუაციის უჩვეულობა, მოულოდნელობა ამცირებს ნებათა ღელვას და ურთიერთ სისასტიკეს, ხელს უწყობს თვითკრიტიკის ზრდას. პოზიციების გაცვლის პრინციპი. თქვენ აჩერებთ თქვენს თვალწინ გამართულ ჩხუბს, სთხოვთ მოჩხუბარებს გაცვალონ ადგილები და ჩხუბის საგანს ერთმანეთის თვალებით შეხედონ. ეს ხერხი უნივერსალური ეფექტურობით გამოირჩევა, ანუ მისი გამოყენება შეიძლება ნებისმიერი ტიპის კონფლიქტის აღმოსაფხვრად. და მეშვიდე, მოდავეთა ეგრეთ წოდებული სულიერი ჰორიზონტის გაფართოების პრინციპი. მოწინააღმდეგეებს თქვენი თანდასწრებით ჩხუბის საშუალებას აძლევთ და თან ამა თუ იმ ხერხით ამ შერკინების პროტოკოლირებას ახდენთ. სასურველია მაგნიტოფონის ან ვიდეოკამერის გამოყენებით. შემდეგ აჩერებთ ჩხუბს, აჩვენებთ მის ჩანაწერს. როგორც წესი, მოწინააღმდეგენი ითურგუნებიან იმისაგან, რომ რაც ნახეს და მოისმინეს, რადგან ორივე მხარე ხედავს, რომ უღირსად იქცეოდა. თქვენ ჩხუბის გარჩევას იწყებთ და შეუბრალებლად ამხელთ თითოეული მათგანის ეგოიზმს. ეხლა ვნახოთ, როგორია კონფლიქტის დაძლევის მეთოდიკა. ამისათვის მოვიშველიოთ დანიელ დენის ვარიაცია. გთავაზობთ ნაბიჯი პირველი. უნდა განხორციელდეს კონფლიქტში მყოფი მხარეების შეხვედრაზე შეთანხმება. უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია ორივე მხარის დარწმუნება შეხვედრისა და დიალოგის აუცილებლობაში. როგორ უნდა დავარწმუნოთ? შეგვიძლია დავსვათ კითხვები. შელახულია თუ რაიმე ფორმით თქვენი ინტერესები წარმოქმნილი კონფლიქტის გამო. თუ თქვენი ოთახმოებანი როგორიღაც მოგვარდება, თუ
თუნდაც თქვენ დარწმუნებული იყოთ, რომ ეს შეუსაძლებელია, როგორ შეხედავთ ამას? ან შეიძლება თქვენთვის რამე თუ პრობლემას გადავწყვეტ? ეს კითხვები კონფლიქტში მყოფ მხარებს დაეხმარება იმის გაცნობიერებაში, რომ მათთვის ხელსაყრელია კონფლიქტის მოგვარება და როგორც შედეგი უმჯობესია პირდაპირ სთხოვოთ მათ შეხვედრის შესახებ. მინდა შევხვდეთ და ამ საკითხზე ვილაპარაკოთ. ორივე მხარე დავარწმუნოთ, რომ მათგან არანაირი ვალდებულებას არ ვითხოვთ, გარდა შემდეგისა. მოგიყვეთ, როგორ ხედავენ ისინი სიტუაციას. ამ დიალოგისას თავი შევიკავოთ დაშინებისაგან, მუქარის ან ზეწოლისაგან. ნაბიჯი მეორე. პირობების მომზადება. საუბრის წარმატებულობას განაპირობებს სწორედ შერჩეული დრო, ადგილი და პირობები. პირობებში იგულისხმება დრო და ადგილი, სადაც უნდა შედგეს დიალოგი. ყველაზე კარგი იქნება ისეთი ადგილი, სადაც თქვენ არავინ გაგაწყვეტინებთ, არ შეგაწუხებთ სატელეფონო ზარები და გარეშე პირთა ჩარევა. ადამიანებისა და საგნების გადაადგილება ასევე ფანტავს ყურადღებას. საუბარი უმჯობესია ცალკე ოთახში, სადაც მოულოდნელად არავინ შემოვა. ეს უნდა იყოს ორივე მხარისათვის ნეიტრალური ტერიტორია. დიალოგის ხანგრძლივობა გადამწყვეტი ფაქტორია. ზოგჯერ განსჯისათვის ნახევარი საათი ან ნაკლებიც არის საკმარისი, მაგრამ სასურველია თუ კი წინასწარ შევთანხმდებით, რომ შეხვედრამ შეიძლება გასტანოს მაქსიმუმ 1 საათი. საუბრის შინაარსი საიდუმლოდ უნდა დარჩეს. თუ თქვენ დარწმუნებული არ ახართ, რომ თანამოსაუბრეს შეუძლიათ და უნდათ საიდუმლოს შენახვა, დიალოგის გამოთქმები განსაკუთრებით დაფიქრებით შეარჩიეთ. მესამე, პრობლემის განხილვა. პრობლემის განხილვა დავიწყოთ თავიდან შესავალით. სანამ დავიწყებდეთ უშუალოდ განხილვას, თავიდან მადლიერება უნდა გამოხატოთ. მე ვაფასებ თქვენ მზადყოფნას და შეხვედრის საუბრის სურვილს და გამოხატოთ ოპტიმიზმი. იმედია ვიპოვეთ ორივესათვის სასარგებლო გადაწყვეტილებას და მესამე უნდა იყოს აუცილებლად შეხსენება. მოდით ვისაუბროთ ბოლომდე, თუნდაც ეს ძნელი იყოს და ხაზი გავუსვათ. მოდი ვილაპარაკოთ, რომ ამ შეხვედრის დროს არ გამოვიყენებთ არანაირ ძალისმიერ მეთოდს ერთმანეთის დასარტყმად. რგი? და ჩამოვაყალიბოთ კითხვა. როგორც ხვდები, პრობლემა იმის გამო გაჩნდა, რომ და ასე შემდეგ. ან შეიძლება ასე. ჩვენ სხვადასხვა შეხედულება გავგაჩნია ამ საკითხზე. ამის შემდეგ უნდა მოვიწვიოთ ისინი სასაუბროთ. ახლა რიგრიგობით მოვყევით, როგორ ხედავთ სიტუაციას. შემდეგი მომენტი ეს არის დიალოგი. გულახდილად დაველაპარაკოთ მოწინააღმდეგეებს, ბავშვებს და შევასაუბროთ, გავარკვიოთ სიტუაცია, რომელმაც მოახდინა სხვა ბავშვების მიმართ აგრესიული ქცევის პროვოცირება. რის გაკეთება შეიძლება? და მეოთხე ნაბიჯი არის შეთანხმების მიღება. ეხლა ნახოთ ასეთი ტერმინი, რისხვა და როგორ მართვათ ეს განცდა. ხშირად რისხვა კონფლიქტის წარმოშობას განაპირობებს. განრისხებული ადამიანი კონტროლსა და პიროვნულ სიძლიერეს გარკვევს. ამ დროს ის მარიონეტს ემსგავსება, რომელსაც ვიღაცა ათამაშებს. უმართავი რისხვა პიროვნებისა და საზოგადოებისათვის შეიძლება დამანგრეველი აღმოჩნდეს. რისხვის კონტროლი კი ადამიანის შინაგან ძალაზე მიუთითებს. სიმშვიდის შენარჩუნება ძლიერების ყველაზე დიდი მაჩვენებელია. როგორ მოიქცეთ რისხვის დროს? ზოგი გარბის, ზოგი ჩხუბობს, ზოგი ზამშვიდებას და პრობლემასთან გამკლავებას ცდილობს. რისხვაზე იმპულსური რეაქცია შეიძლება იყოს გაქცევა ან ჩხუბი. ჩხუბი გულისხმობს ფიზიკურ ან სიტყვიერ აგრესიას, ხოლო გაქცევა გულისხმობს ძლიერი ემოციების მოთოკვას და ამის აღიარებაზე უარის თქმას, რომ პრობლემა გაგვიჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ გაქცევა ძალადობის აცილების ერთ-ერთი გზა, მან შესაძლო გამოიწვიოს ფიზიკური ან და ფსიქიკური ჯანმრთელობის დარღვევა. თავის მუცლის ტკივილები, უძილობა, მოუსვენრობა, გაღიზიანება, სევდიანობა და სხვა. რაც თავარია, ამით პრობლემა კი არ გვარდება, არამედ კიდევ უფრო მძიმდება. ურთიერთობები უარესდება,
ადამიანები ფიქრობენ, რომ მოწინააღმდეგის დაჩაგვრა შესაძლებელი იყო. გარდა ამისა, თუ რისხვას ჩაიხშობ, არ აღიარებ, არ გამოხატავ, შეიძლება ამოხეთქოს მოგვიანებით, მაგალითად, სკოლაში თანაკლასელთან ან მასწავლებელთან სერიოზული შელაპარაკების შედეგად სახლში მოსულმა შეიძლება ოჯახის წევრთან უმისესოდ იჩხუბოს, ამ მშობლის უწყინარ ხუმრობაზე გაღიზიანებულად, აგრესიულად უპასუხოს, ანუ შეკავებული რისხვა აუცილებლად ამოხეთქავს სხვა დროს, სხვა სიტუაციაში. ერთადერთი გზა, რომელიც საშუალებას მოგცემს, რომ პრობლემა ძალადობის გარეშე მოვაგვაროთ და არც ჩვენ ჯანმრთელობას მიადგენს ზიანი, არის საკუთარი რისხვის კონტროლის და მართვის უნარი. როგორ ვაკონტროლოთ და ვმართოთ რისხვა? დააკვირდით, როგორ შეგრძნებები გაქვთ ხელში. აუცილებელი რისხვის ნიშნების დადგენა. რა შეგრძნებები, ფიზიკური მახასიათებლები მიანიშნებენ თქვენი რისხვის შესახებ? თავის ან კისრის დაჭიმვა, წარვებს შორის ნაოჭების გაჩენა, დაძაბულობის გრძნობა, კანკალი, სიცივის ან სიცხის შეგრძნება, გულისცემის აჩქარება, სუნთქვის გაძლენება და სხვა ესეთი. ეს არის პირველი ნაბიჯი, ანუ გავარკვიოთ, როგორი შეგრძნებები გვაქვს სხეულში, რა, რისხვის წარმოშობის მომენტში. ახლა შემდეგი უნდა განსაზღვროთ რისხვის გამოუწვევი მოვლენა. ანუ საუბარია მაპროვოცირებელ მოვლენაზე, ეს არის ისეთი მოვლენა ან სიტუაცია, რომელიც ადამიანს რისხვისაკენ უბიძგებს. მაგალითად, წარმოვიდგინოთ სიტუაცია. ნიკას სტუმრად ყავდა მისი მეგობარი კახა, რომლის წასვლის შემდეგ ნიკას დედამ აღმოაჩინა, რომ დაიკარგა სამკაული. მან ამაში კახა დაადანაშაულა, რომელიც სოციალურად შეჭირებული ოჯახიდან იყო. დედამ საკუთარ თავს უთხრა, წარმოუდგენელია, ამოსინდისო, ჩემი სამკაული მოიპარა. ამ შემთხვევაში დედის რისხვის პროვოცირება კახას სტუმრობა და მისმა შეჭირებულმა მდგომარეობამ გამოიწვია. დედა იმდენად სამკაულის დაკარგვამ კი არ გაბრაზა, რამდენადაც საკუთარმა წარმოდგენებმა და შეფასებებმა. ანუ იმან, რაც საკუთარ თავს უთხრა, წარმოუდგენელი ხედავ ამოსინდისო, ჩემი სამკაული მოიპარა. ასეთი შეფასებებს სულქცევამდე მივყევართ. ამ შემთხვევაში დედას კარგად არ უძებნია სამკაული, რომელიც შეიძლება სადმე ყოფილიყო, ან შეიძლება სხვას მოეპარა. ადამიანი სხვადასხვანაირად აღიქვამენ სიტუაციას. ერთი ადამიანი მეორესთან შედარებით უფრო იოლად ბრაზდება, რისხვის გამოუწვევ მოქმედებებს შეიძლება ჰქონდეთ როგორც წინასწარ განზრახული, ჩაფიქრებული ან დაგეგმილი, ასევე შემთხვევითი ხასიათი. ადამიანები, რომლებიც იოლად ბრაზდებიან, ხშირად ამ განსხვავებას ყურადღებას არ აქცევენ. მაგალითად, ერთმა ბავშვმა სკოლის დერეფანში სხვა ბავშვთან შეჯახება შეიძლება აგრესიის გამოვლენად ჩათვალოს, მაშინ როცა სხვამ ეს თამაშად ან შემთხვევითად მიიღოს. ნაჩქარევ შეფასებებს, ნაჩქარევ გადაწყვეტილებამდე და იმპულსურ ქცევამდე მივყევართ. რისხვის წარმოშობისა და გაძლიერების, ანუ ესკალაციის აღწერისათვის, საინტერესო ანალოგიას წარმოადგენს ცეცხლის მაგალითი. ასათი გამოხატავს რისხვის ამთებ მაპროვოცირებელ მოვლენას. ცეცხლს ხშირად ნავთი ემატება შინაგანი აზრების ან გარე წყაროების სახით. მაგალითად, გარშემოყოფთა ზეწოლის მეშვეობით ცეცხლს ხშირად ნავთი ემატება შინაგანი აზრების ან გარე წყაროების სახით. მაგალითად, გარშემოყოფთა ზეწოლის მეშვეობით. ხოლო ცეცხლის შესუსტება ან ჩაქრობა შესაძლებელია რისხვის მართვის ტექნიკის გამოყენებით. შევეცადოთ დამშვიდეთ, განმარტოვდეთ, სამჯერ ღრმად ჩავისუნთქოთ, შეიძლება მეტჯერად, სულ თქვა შევიკავოთ და ამოვისუნთქოთ. დავთვალოთ 10-მდე, შეიძლება მეტი და დავაკვირდეთ ჩვენი აღლებების ხარისხს. უთხრათ საკუთარ თავს, დაწყმარდი, მე ამას მოვერებ, მე ეს გამოვიდა, სხვა მსგავსი. პირით, ცივი წყლით დავიბანოთ. დამშვიდების საშუალებები აგრეთვე სასიამოვნო, აგასართო თემებზე ფიქრი, სუფთა ჰაერზე გასეირნება, მშვიდი მელოდიების მოსმენა, ბუნების ლამაზი პეიზაჟების წარმოდგენა და სხვა მსგავსი.